სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 26 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით სოფლის კრებები ჩატარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდებს, რათა მათი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონი ლარი გამოიყო, რაც ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რეაბილიტაციას და ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს. მიდგომები შეცვალებენ 12 წელი. ჩვენია რომ მაქსიმალურად აქტიურად იყოს სოფლის მოსახლეობა წარმოდგენილი კრებებზე, რათა არ დაიკარგოს თითოეული მათგანის ხმა და სწორად შეერჩეს სოფელში პრიორიტეტი. ჩვენ გვინდა რომ 50 მილიონი ლარი რაც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გამოყოფილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის მაქსიმალურად მოხმარდეს იმ საჭიროებებს, რაც სოფლის მოსახლეობის უმეტესობის მიერ იქნება დაფიქსირებული.